მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ მომდევნო თვის ენერგიები, ხო? დღეს რაღაცა მოითხოვა ამ ჩემმა დასთან, რომელიც არის ჩემი პირველი დასტა და მითხრა, რომ მე მინდა დღეს შენთან ვიმუშაო. კი ბატონო. ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. ვნახოთ ჩემო ლამაზებო და რას გვეტყვის რაღაცა, ეთყობა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა თქვას, იმიტომ რომ ეს ძველი დასტა ჩემი. რა ენერგიებში ხართ ეხლა? ნახავთ. მომდევნო თვის, ანუ ვინც ეხლა უყურებს აპრილის, რას მოგვიტანს, ხო? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა მნიშვნელოვანი ენერგიები იქნება, რომელიც იმოქმედებს ყველა სფეროზე, ხო? ვინც პირველად არის ამ გაშლაზე ჩემთან, ჩვენ ვიხილავთ აქ სამ თემას, ანუ კარიერა, სამსახური, მუშაობა რა. სწავლა შეიძლება იყოს ვინმესთვის, იქნება ფინანსები აუცილებლად და ურთიერთობა, ხო? აი ეს სამი სფერო უნდა განვიხილოს ჩვენ დღეს. აბა ნახოთ რა ენერგიები. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და სამსახური. რატომაც ისიც მოდის რა დასტა, აი იცით რას ვიზავ, ახლა რატომაც მეორე დასტა ციტხოვს, აი ნახოთ ახლა. შეიძლება ორი ინფორმაცია იყოს. Так, აი ესე გავაკეთებ მაშინ სამსახურზე, კარიერაზე, ხო? აი ეს იყოს და ეს ციტხოვს, არ ვიცი რატომაც, აი იმენა მეუბნება მეც მინდა, კაი? ну, საჯარო გაშლა, იმიტომ შეიძლება ვიღაცისთვის ამაში არის ინფორმაცია, ნახოთ რა ვიცი, ეგეთი რამე არ ყოფილა, მაგრამ ну, მოითხოვა, კი ბატონო, მოგვიყევი შენს. თუ რამე გაქვს სათქმელი, ჩვენ ვარზე არა ვართ. Так, ფინანსური მდგომარეობა, ნახოთ აპრილში რას მოგვიტანს. ფინანსური მდგომარეობა. განვიხილოთ. так, ეს და რა თქმა უნდა ურთიერთობაც იქნება რას უნდა მივაქციოთ ყურადღება აქ ჩვენ ამ სფეროში. კარგი, ისე დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი რა თქმა უნდა ვნახოთ სიგნიფიკაცია, ну ვინც ჩემთან არის თქვენთვის აქ ეს რატომ ესეც აქ არის. ну კაი. Так, ვნახოთ ეხლა რა ხდება. აჰა. ეხლა შეხედეთ აქ რა ხდება. ესეც მოდიოდა. სიგნიფიკაცია როგორი იქნება? აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი. თქვენ რა თქმა უნდა ურთიერთობაზე ვეთქვი, ну თასები საერთოდ არის გრძნობა, ეს არის ახალი რაღაცა, ხო? ანუ რასაც მე რაღაცა ვგრძნობ, შეიძლება თქვენ, მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ, რადგან ურთიერთობაზე ვთქვი, შეიძლება აქ იყოს ვიღაცის პოზიცია, ვისაც არ სჯერა, რომ იქნება ბედნიერი, ეყოლება თქვა ოჯახი და აი თითქოს როგორ არის იმედგაცრუებას ვხედავ მე ამ შემთხვევაში, მის მიუხედავად რომ ასეთი ლამაზი არკანები არის, ხო? აქ რვიანი, ну იცით თქვენ ახლა ვინც ჩემთან სწავლობთ, რომ ჩვენ სისტემაში რვიანი აჩვენებს ცოტა შეჩერებას. და მე ვეტყოდი, რომ აქ თქვენ თვითონ აჩერებთ ამ სიტუაციას, თქვენ თვითონ ბლოკავთ თქვენს ბედნიერებას, თქვენ თვითონ არ აძლევთ საშუალებას იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ კარგი ბედნიერი სიტუაცია. მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება კი ბატონო, გქონდათ თქვენ რაღაცა ისეთი პერიოდი რთული, როცა თქვენ იმედგაცრუება გქონდათ და სანერვიულო გქონდათ და თქვენ უკვე ფიქრობთ, რომ ღმერთო, არ ვიცი, ასე მგონია, რომ არასოდეს მე ჩემს ბედნიერებას ვერ ვხედავ, მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბლოკი. თქვენ თვითონ უბლოკავთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ კიდე ერთი მომენტი შეიძლება იყოს რაღაცა სიტუაცია, რომელიც თქვენ შეაჩერეთ.
იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა თქვათ ძალიან ეაქტიურა და ძალიან ეგრევე შეიძლება შემოგთავაზათ, რომ აი მოდი სულად გამომყევი, მოდი ეხლა ეგრევე ოჯახი შევქმნათ და ეს ამან შეიძლება შეგაშფოთათ, შეიძლება შეგაშინათ, იმიტომ რომ ქონდა თქვენ უკვე თქვათ შეიძლება გამოცდილება და ამიტომ ან საერთოდ შეიძლება არც ქონდათ გამოცდილება და ადამიანმა ისე უცბად რაღაც შემოგთავაზათ, რომ თქვენ თქვით, რომ აი არა. ვიღაცა თulis რომ მე არა ვარ ღირსი იმის ბედნიერების. აი ეგეთი რამეც რა არსებობს კიდე. შეიძლება ვიღაცას თქვენთაგანს დაუშვოთ გინდათ მოგეწონათ რამის ბინა არ გამოვრიცხავს, სახლის აშენება შეიძლება გინდოდათ და შეაჩერათ, იმიტომ რომ ვერ ვარჩევ თქვათ ისეც როგორიც მე მომწონს. ვერანაირად რაღაცნაირად აი მინდა ძალიან სურვილი მაქვს, ვნახულობ, მაგრამ აი ის რაც მე მინდა, როგორიც მე მინდა, სადაც მე ვიგრძნო თავი კარგად, აი ამას შეიძლება თქვათ თქვენ დაუშვოთ ახლა ვერ არჩევთ. კიდე შეიძლება არის კიდე ერთი მომენტი, რომ მე მინდა რომ დაუშვათ გავცე ჩემი ცოდნა, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ახალი და მე მეშინია როგორ მიმიღებ საზოგადოება, შეიძლება არ მიმიღებს და მე რა ვიცი. ან ეს ჩემი ცოდნა დაუშვათ მოგინდათ რაღაცის სწავლა, მაგრამ ფიქრობთ რომ არ ვიცი რამდენად ეს იქნება სასარგებლო ჩემთვის, არ ვიცი რამდენად მიიღებ საზოგადოება, რამდენად მიიღებენ თქვათ, აი თუნდაც აი დაუშვოთ ახლა ეზოტერიკას, ხო, ავიღოთ სიტყვას, იმიტომ რომ ეროფანტი იმასაც აჩვენებს ხშირად, რომ ანუ ეზოტერიკული ცოდნა მინდა გავიგო, ვისწავლო, მაგრამ არ ვიცი მე ნამდვილად ახლა რამდენად მიმიღებს საზოგადოება, თუ მორწმუნე ადამიანი ხართ, მით უფრო მე ახლა დღესაც ვინც უყურებს ჩავწერე ერთ-ერთი გაკვეთილი, სადაც ხსნია ამ შიშებზე, რატო შეიძლება გქონდეს ადამიანებს შიშები, თუნდაც ტაროსადმი, ხო? ან вообще ეზოტერიკული ცოდნით. გააჩნია როგორი მიდგომა, ხო? იმ ადამიანს, ვინც პირველ რიგში გადმოგცემს ამ ცოდნას და ასე შემდეგ. ეხლა ვისაც აინტერესებს, კი ნახავთ წინა ვიდეოს და მიხვდებით, ხო? აი პრინციპში რა, ეხლა ბევრი ხარ არ ვილაპარაკოთ, აი ეს არის ეს ყველაფერი ილუზია, თქვენი ილუზია, ხო? ან დაუშვით კიდე, შევძლებ აი იმ გაცემას ახალი ცოდნის, მე შევძლებ, აი აქ თითქოს რაღაცა შიში გაქვს, რომ მე ვერ მიგიღებს თქვენ საზოგადოება, არ ვიცი რატომღაც ეგეთი ენერგია არის, დააკვირდეთ რა, ახლა სიგნიფიკაცია თქვენი ასეთი. ვნახოთ ეხლა თუ იცანით თქვენი თავი, რომელიმე სიგნიფიკაციაში, ვნახოთ რა ენერგიები არის თქვენთვის მომდევნო თვეში. ოკო მაღალი ძალებიც ერთობიან. Так, მოდის შენ აქ რატომ? აი ხო ხედავთ. აი შემიძლია გითხრათ, აქ დაისმევა წერტილი თქვენი ასეთი შიშების. აი აქ ნახეთ ორიანი თასების. მიხვდით? ანუ თქვენ რაღაცა მოხდება ისეთი თქვენ ცხოვრებაში, თქვენ მაღალი ძალები მაქსიმალურად დაგეხმარებიან იმაში, რომ თქვენ რა ეჭვებიც გაქვთ იმ აი ორიანი თასების, მე მინდა რამე ისეთი, რომელიც მე მესიამოვნება, მაგრამ ეს ახალი რაღაცა არის, გაიგეთ და ამიტომ შიში, ხო? და აი აქ შემიძლია გით, შიში რატო ვამბობ, იმიტომ რომ დაბრკოლებას როცა შენ აკეთებ რამეს ბლოკავს, რა თქმა უნდა, ეს მოდის საიდან შიში მერვე ჯვარი, ჩემ მოსწავლეებსა ყურადღებოდ ვამბობ, მერვე ჯვარი. მაგრამ საბედაო, ხო ხედავთ? მე 2-7-იანი მე და უნდა გამოვიდეს ადამიანი, მაგრამ აჩერებს, ხო ხვდებით? ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. ესე იგი, ჩაერევიან ძალები, მაღალი ძალები აუცილებლად და გამოგიყვანებენ თქვენ ამ მდგომარეობიდან და მოგცემენ მხარდაჭერას, აუცილებლად მოგცემენ მხარდაჭერას და ეს თქვენი ახალი რაღაც, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, აუცილებლად განვითარდება. მოხდება რაღაცა ძალიან საინტერესო. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ კიდევ უფრო უკვე
სფეროების მიხედვით, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან საინტერესო პოზიციები გვაქვს დღეს. და ცოტა აკეთებდებ. აბა ნახოთ ახლა კარიერაზე, ხო? და პირველი ეს დასტე იყო. კარიერა, აჰა, ვარსკვლავის, რა საინტერესო, აჰა. Так, ნახეთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რაც ეხება კარიერას. აქ თქვენ აუცილებლად გექნებათ აღიარება თქვენი ცოდნით. თქვენ მოგეცემათ ენერგია აუცილებლად იმისათვის, რომ თქვენი ნიჭი უფრო და უფრო მეტად განახორციელოთ. ანუ აღიაროთ, გაჩვენოთ. იმიტომ რომ ნახეთ, მე-17 ენერგია, ეს არის ვარსკვლავის ენერგია, ეს არის მე შემიძლია ვაჩვენო ჩემი ცოდნა, ჩემი ნიჭი, მე შემიძლია გავანვითარო ის, რაც მე მაქვს, მე მოქმედებ, მე მაქვს ამისი ძალა, მაგის შესაძლებლობა, მე მაქვს ცოდნა, მე მაქვს ენერგია, მე ვგრძნობ, რომ ყველაფერი გამომივა. ხმალების მეფე ყოველთვის არის ადამიანი, ჭკუა, ტვინი, პლუს კიდე ყურუმი, ხარი, რა თქმა უნდა, ეს არის ცოდნა, ეს არის ენერგია, ეს არის ჰარმონია. ანუ მე კარგად და აქ სხვათა შორის რაღაცა ჩაიდება, ეხლა ან გაიხსნება რაღაცა თქვენი, აი ნახეთ, აქ ხო იყო რომ მეშინია, ხო, ვაჩერებ. აი აქ თქვენ მიიღებთ ისეთ იმპულს, რომელიც თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი ცოდნა აჩვენოთ თან ძალიან მაგრად, იმიტომ რომ ხმალების მეფე არის ადამიანი, რომელშიც არის უდიდესი ცოდნა და უკვე მოვიდა იმისი დრო, რომ მან ეს არის ჩვენი ტვინი. გაიგეთ, როცა ადამიანის ტვინში მაგდაგროვილი იმდენი უკვე ცოდნა, ხო? რომ უკვე დრო მოვიდა, რომ მე ეს საკრალური ცოდნა გავცე. საკრალური ცოდნა, ის ცოდნა, რომელიც თქვათ ახლა, ზოგისთვის არ არის, თქვათ, ცნობილი, რა თქმა უნდა, ვინც არის ეზოტერიკოსი, უეჭველეთ თქვენ ახლა. ან გახსნით, ნახეთ, შეიძლება ვიღაცას აი თუ თქვენ აი აქ ეჭვეგებარებად, თქვენ აუცილებლად მოგივათ მასწავლებელი ადამიანი, რომელსაც თქვენ ენდობით და იტყვით, რომ აი ამისგან მე მინდა მივიღო ცოდნა, იმიტომ რომ აქ მოდის სუფთა ცოდნა, გაიგეთ? ანუ ჯანსაღი ცოდნა. ყველანაირი მაგიების და რაღაცების, ანუ სუფთა ცოდნა, ხო? იმიტომ რომ აი რატო აფუჭებს თქვა და ეზოტერიკას რო თქვა და აი ასეთი მიდგომა აქვს ზოგის, ზოგი სხვა ასე უყურებს რაღაც ეზოტერიკას, იმიტომ რომ აი ეს ჩარევები, მაგიურები, რაღაცები და აი ეს უკვე, იმიტომ რომ შეიძლება იმუშაო იმდენად სუფთად და ჰარმონიულად და ანუ ამ თემებში, ხო? ხო ხედავთ მე როგორ ვმუშაობ, რა არის აქ ერთხელ მაინც გითხარით, რომ მოდით გავაკეთოთ რამე წმენდები და ესეთები და რაღაცები. კი, არსებობს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ შენ ეს გაშინებს, ხო? მაშინ მიდიხარ ისეთ ადამიანებთან, ვინც ამას ასწავლის. არსებობენ ადამიანები, ვინც ასწავლის ამ ყველაფრის გარეშე და შეგიძლია იმუშაო კომფორტულად და იყო დაკავებული ეზოტერიკით კომფორტულად, სადაც შენ უბრალოდ ადამიანებს ეხმარები ასეთი უნიკალური ინსტრუმენტით, რომ გაერგონ ამ ადამიანებმა თავის სიტუაციებში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გვეცნობიერი, ჩვენი ენერგიები, ჩვენი ვიბრაციები, ხო? როგორ ვართ აწყობილი, რა არის ვიბრაცია, ჩვენი განწყობა. მივხვდით? და როგორ უნდა ჩვენ ვიმოქმედოთ სამყაროსთან, რა გვაჩვენებს ძალიან კარგად. ამიტომ თუ თქვენ ახლა ასე გამოიყენებთ დაუშვით, თუნდაც ტაროს, თუნდაც ახლა რა ვიცი მე, ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას და ასე შემდეგ, ნამდვილად არაფერი საშიში არ არის. პირიქით, აქ მიდის რაღაცა სუფთავდება. კიდე აქ არის, თუ თქვენ მსახიობი ხართ, ბლოგერი ხართ, ხო? მომღერალი, რა ვიცი მე ახლა ასეთი ანუ ხელოვანი ადამიანი, აქაც მე შემიძლია გითხრათ, რომ ან შექმნით რაღაცას მნიშვნელოვანს, რაც იქნება, ანუ საზოგადოება თქვენ გაღიარებთ, თქვენზე გაიგებენ ბევრი თქვენი ცოდნა,
თქვენი ნიჭი იქნება აღიარებული, თქვენ მაგას აჩვენებთ, გაიგეთ? ანუ ეს არის, ანუ ვარსკვლავი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის საგარკანები კიდე აი ამად. აჰა, ნუ ხო ხედავთ ახლა მეორე დასტაც რას გვეუბნება ჩვენ, რომელმაც მოითხოვა, რომ ამ ესეც გვეუბნება, რომ მაღალი ძალები დაგეხმარებენ და გამოგიყვანებენ შენ აი ამ მდგომარეობიდან, სადაც შენ იყავი აი ესე შეშფოთებული, შეიძლება მომენტ რაღაცა ვფიქრობდით, რომ აი ფულის მომცემს საზოგადოება რა სიტყვის, ანუ ეს ყველაფერი თქვათ, რაც თქვენ გაწუხებთ, თქვენ მაღალი ძალები გაჩვენებენ, რომ ესე არ არის რა. მიდი სცადე და მიხვდები, რომ შენ ნამდვილად შენ დაგანახებენ, რომ შენ არაფერი არ აქვს არც შიში, არც არაფერი არ არის აქ კონკურენცია და ასე შემდეგ, რომ არც ერთ საქმეში არ არის კონკურენცია, იმიტომ რომ ყველა აკეთებს იმას, ნუ ახლა მე სულ ერთ იგივე მაგალითს ვიყვან ხოლმე აფთიაქებზე, შეიძლება ერთ ქუჩაზე იყოს 3 აფთიაქი, მაგრამ ყველა აფთიაქში შედიან ადამიანები, ხო? ამაში ეს კატეგორია იმიტომ რომ გამყიდველი მოსწონს, ამაში ის კატეგორია იმიტომ რომ კარგი არის სერვისი, ამაში კარგი იაფი წამლები, მაგრამ ყველგან შედიან, ხო? კონკურენცია არც ერთ მასწავლებელთან აირჩევენ ისეთ მასწავლებელს, რომელიც სურთ, ხო, კონკურენცია არ არის, შენთან მოვლენ შენი დონის, თქვათ ახლა ვისაც უნდა შენი დონის ცოდნა, იმასთან მივა იმის დონის ცოდნა, ვისაც სჭირდებათ, გაიგეთ? იგივე ეზოტერიკა აიღე, იგივე ნებისმიერი სიტუაცია, ზოგი გინდა წყელყურის ექიმთან ნუ ნებისმიერ არ ვიცი რატო გამახსენდა, ანუ მამაჩემი რო იყო ალბათ მაგითო, მამაჩემი ჩაერთო ხო საუბარში, მადლობა მამა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აღსანიშნავად მამის დახმარებაც არის, მე რა საინტერესო საგვარეულო, მამის საგვარეულო თქვენს მხარეს არის რა. ხო, და შეიძლება ნიჭი გაქვთ ვიღაცას იმენა მამის საგვარეულოს მხრიდან. და ნამდვილად იქ ზოგი წავა პოლიკლინიკაში ექიმთან და ზოგი თქვა, არა, მე გადავიხდი თანხას და წავალ ვიღაცა ცნობილთან სიტყვაზე, ხო ხდებით? ნუ გააჩნიეს, თუ ახლა მარტო ბავშვს ახლა სულ თქვა უჭირს ისე რა, იმიტომ რომ გაცივებული ან რა ვიცი რაღაც ისეთი უმნიშვნელო რამე წავა პოლიკლინიკა, ვიზეთ სერიოზული რამე წავა, უბრალოდ ცოტა სხვანაირი გამოცდილი ექიმთან. ნუ ეს მაგალითი, მიხვდეთ, ხო? მიხვდეთ, აი ეს ძალიან კარგი პოზიცია გელოდებათ და შემიძლია გითხრათ, აი აქ რაც თქვენში გაიხსნება, სამომავლოდ თქვენ მოგიტან ძალიან დიდ წარმატებას, რაღაცა საქმეს, რასაც თქვენ ახლა დაიწყებთ, ხო? დიდ წარმატებას მოგიტანთ აუცილებლად, აი აუცილებლად და თქვენი ეს შფოთვები და ნერვიულობა და ანუ ეს ფიქრები თუნდაც აი აქ რაც თქვით ჩვენ რა სიტყვიან ხალხი, საზოგადოება რა სიტყვის, ანუ აქ სხვათა შორის ვისაც გინდა თქვენ დაუშვათ რამის სწავლა, შეიძლება თქვენ უკვე ნახათ ეს ადამიანი, ვისგანაც გინდათ აიღოთ ცოდნა, რომელიც თქვენ ნიჭს გახსნით და სამომავლოდ მოგცემს წინსვლას, მაგრამ შეიძლება ფინანსურად ნერვიულობა თუ თქვენ ნამდვილად გადაწყვეტილებას მიიღებთ, სამყარო გეუბნება მე მოგცემ, მე გამოგიყვან შენ ამ მდგომარეობიდან, მთავარია შენ მოინდომე ჩვენ ვართ შენს მხარეს. ნახეთ, ორი მაღალი არკანი და პლუს კიდე თვითონ პენტაკლების ტუზი, იგივე ფორტუნა. მიხვდეთ, ხო? ფინანსები, განულება, აქ ნახეთ რა ხდება. შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია, ნახეთ, ნულის არკანი რას ნიშნავს? ესე იგი, აქ მოხდება რაღაცა განულება, საერთოდ ნული არის ეს იგივე 4-იანი, იგივე მე-13 ენერგია, ანუ რაღაცა ტრანსფორმაცია მოხდება, მე-4 ენერგია ეს არის სიუხვე იმპერატორი და ამიტომ ესე იგი რას გვაჩვენებენ, რომ პრინციპში შენ ხარ მზად იმისთვის, რომ უკვე იბრძოლო უფრო სხვა დონის ფინანსებზე რა, ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ შენ გაიმარჯვებს ხუთიანი საერთოდ ხმალების, როცა შენ რაღაცას ანუ ნახეთ, იმპერატრიცა ეს არის სიუხვე, ეს არის ბარაკა, ეს არის როცა ანუ სიმდიდრე ყველა ვარიანტში სიმდიდრე არის რა. და ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა ცოდნა, ხო?
აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად და ხუთიანი ხმალების მე გავიმარჯვე, მე გამოვედი რთული სიტუაცია, მე ბევრს ფიქრობდი რა შემიძლია გავაკეთო და მე განულება, ანუ რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყება თქვენ ცხოვრებაში. ახალი თქვენ რაღაცა ანუ რაღაცა პერიოდი დასრულდა, სადაც შეიძლება თქვენ ფინანსური მდგომარეობა გქონდათ ისე რა, მაგრამ თქვენ ყველაფერს აკეთებდით იმისათვის, რომ ეს თქვა თანხები მოგეპოვათ, ხო? ეხლა კიდევ ნახოთ აბა. აი ტუზე არის, რაღაც ტუზები არის, გეუბნე, ნახეთ. როგორი წინსვლა გაქვთ, როგორ თქვენ მაქსიმალურად ყველანაირად ძალა გამოიყენეთ იმისათვის, რომ ანუ აქ ძალიან გაგიხარდა ეს ახალი იმპულსი, მიხარია, რატო იცით? შეიძლება თქვენ აქ კიდე რა მნიშვნელოვანი მომენტი დაადგეთ თქვენს გზაზე. ნახეთ? აქ რა ხდება, ნახეთ განულება, რაღაცა პერიოდი თუნდაც ფინანსური თქვენ დაუშვათ ახლა ნუ გქონდეთ რამე ისეთი ანუ ჭერს რა უძახიან ახლა ქართულად რა ვიცი ბატალოგს უძახიან რუსულად რო თქვა ნუ რაღაცას რომ მიაღწიე და უკვე ვეღარ ადიხარ ხო ანუ და ანუ თქვენ რაღაცას მიაღწიეთ და ახლა ახალ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ ამისთვის შეიძლება გიწევდეთ თქვენ აქ ნუ ასე ვთქვათ ბრძოლა ხო და ამიტომ შეიძლება კარგავდით თქვათ აქ ახლა რამე ნუ ფინანსებს და მაგრამ ნახეთ თქვენ ამას მოერევით, იმიტომ რომ ძალა მოგეცემა თქვენ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ წინსვლა. ანუ აქ რაღაცა ახალი საქმე მოგიტანთ თქვენ მაგარ წინსვლას, გაგაძლიერებს. გაიგეთ? ანუ რა თქმა უნდა, ეს არის აი თქოს ნაკადი წამოვა თქვენსკენ. ნაკადი. აქ რაღაცა გქონდეთ თქვენ, ნახეთ როგორი რამდენი ესე გაკვეთილი, რაღაცა გაკვეთილი გამოიარეთ და სხვადასხვა ძალიან სერიოზული. მე არ გამოვრიცხავ რომ თქვენ გქონდათ როგორი სიტუაცია, იცით, წინა თვეში შეიძლება თქვენ რაღაცა გააკეთეთ არასწორი არჩევანი, დააკვირდით, სადღაც თქვენ ჩადით ფული, სადაც არ უნდა ჩაკეთოთ. და იქ მერე თქვენ მივხვდით რომ იქ ვკარგავ ენერგიას რაღაცას არასწორი მიდგომა ანუ როგორ არის ჩადეთ ფული იმაში რაც თქვენ არ გჭირდებოდათ გაიგეთ რა ხდება ეს არ იყო სწორი არჩევანი ეს არის ფული რომელიც თქვენ სადღაც დახარჯეთ არასწორად გაიხსენეთ და იმიტომ ხდება ნული განულება ხო რაღაცა მოხდა მე ინერვიულად შეიძლება ცოტა გაბრძოლაც მოგიწიეთ, მაგრამ გამოხვედით ამ სიტუაციიდან და მოხდა განულება, ხო, თქვენ გაიმარჯვეთ. თქვენ როგორც იმპერატრიცა გაიმარჯვეთ. ეს გაკვეთილი თქვენ всё, დახურეთ ეს გაკვეთილი. მივხვდით და ამიტომ თქვენ მოგეცემათ წინსვლა, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ვაკეთებთ რას? აი რაღაცა მომეწონა შევიდე და ეს არის შეიძლება იყოს სხვადასხვა ბევრ რაღაცაზე რა ანუ შეიძლება ნიფტი იყოს შეიძლება რამე იყიდეთ თქვათ კურსი რა ვიცი ვიღაცასთან რაღაცა იყიდეთ თქვათ ეხლა რომელიც თქვენ სულ არ გჭირდებოდა თქვათ ცოდნა ისედაც გქონდათ ბევრი და თქვენ ადეკიდე კიდე დაამატეთ ანუ ეს რას ნიშნავს იცით თუ დაუშვათ შენ აი ნახოთ კურსებს როცა ყიდულობ თქვათ ეხლა ნუ რამდენად გავრცელებული არის ალბათ საქართველოშიც ახლა კი არის ონლაინ სწავლება და თქვენ როცა დაუშვათ ვიღაცას ირჩევთ ისეთი ადამიანი უნდა აერჩიოთ რომელიც თქვენ გრძნობთ რომ თქვენზე მეტი იცის რამე და თქვენზე მეტად არის გარკვეული თემაში და თქვენზე ძლიერი აი მასეთ ადამიანთან უნდა ისწავლოთ თუ თქვენ დაუშვათ ხედავთ რომ ადამიანი ლაპარაკობს თქვათ ნუ არ ვიცი რით საერთოდ როგორ ნუ შეიძლება YouTube-ზე ნახოთ, შეიძლება TikTok-ზე, შეიძლება Instagram-ზე, შეიძლება ისე თქვა დაპატიჟე სადმე თქვა რამე შეხვედრაზე ვიღაც ადამიანთან. და თქვენ გრძნობთ რომ ცოდნა მაქვს, რასაც ეს ადამიანი ამბობს, მე ვიცი ეს ყველაფერი. მე ეს უკვე ვიცი, მაგრამ ნუ მოდი კიდე გავიწავალ და იქნება მეტი რამე გავიგო.
ამ დროს გრძნობთ, რომ ყველაფერი, არ ამბობს ისეც არაფერს ახალს, რაც დაუშვათ თქვენთვის საინტერესო იყოს, მაგრამ მაინც მიდიხარ. აი მაგ შემთხვევაში ეს არის დაკარგული ფული. აქ შეიძლება ვიღაცას თქვენთაგან გქონდათ ეგ სიტუაცია, გაიგეთ? და ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ უნდა ვისწავლო ისეთი ადამიანისგან, ვისაც ჩემზე მეტი ცოდნა აქვს, გაიგეთ? და არა, უიმე ჩემ თემებში არის და მეც კი ვერ ყვე, მოდი აბა კიდე იქნება რამე გავიგო. გაიგეთ, ინტუიციას უსმინეთ ინტუიციას, არის ზოგჯერ რომ ვაკეთებთ შეცდომებს. სხვათა შორის, მეც მქონდა ეგეთი შეცდომები და არა უშავს. მთავარია აქ გეუბნებიან, რომ შენ გამოხვედი ამ სიტუაციიდან და უკვე გექნება წინსვლა, უკვე გაძლიერდი, უკვე მიხვდი, ზოგჯერ არის, თქვათ, ეხლა ეგ შეიძლება საჭირო, როგორც გაკვეთილი. გაიგეთ, ანუ შენ ეხლა მიხვდი, რომ ეს არ იყო შენთვის საჭირო და ამიტომ სამყარო შენ გაჯილდოვებს. გაიგეთ, გაჯილდოვებს რა და გაძლევთ სიხარულს. კი, ნამდვილად მიხვდი შენ, რომ ეს იყო ტყუილად დახარჯული დრო, ხო? მაგრამ არა უშავს პრინციპში თქვენ ახლა ის ნორმალურად მიიღეთ, ამიტომ თქვენ ალბათ გჭირდებოდეთ ეს ადამიანი, რომ გაგებოთ თქვენი ფასი უფრო მეტად და ამიტომ სამყაროც გეუბნება მე დაგაჯილდოვებ ამისათვის, რომ შენ უკვე როგორც იქნა მიხვდი შენი ფასი. ანუ მიიღეთ ეს ინფორმაცია და იქ გექნებათ სამუშაოც გექნებათ, ფულიც გექნებათ ძალიან კარგად. ძალიან კარგად იქნებით, კი. იმიტომ რომ დასრულდა ეს რაღაც რთული პერიოდი, ხო ხედავთ და გადახვედით თქვენ ახალ ეტაპზე. всё, მზე არის, დამთავრდა თქვენი ნერვიულობა. ფულის, სიუხვე მეტი რა არის. თქვენ შეძელეთ და ამიტომ კი ბატონო. ურთიერთობაზე გადავიდეთ. დღეს რა ვლაპარაკობს და არა. ურთიერთობაზე. так. რა იყოთ გოგოებო, რას ერჩით ამ კაცებს ვერ გავიგე. так, ვინც უყურებს დღეს ამ გაშლას, გელოდებით მარატონზე. ყველას შემოდეთ, ახლა ლინკი არის ვიდეოს ქვეშ. ვინც უკვე ცოტა მერე უყურებს, ვთქვათ, ორ შაბათს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ გვექნება საერთოდ ესე რა ვქოთ, დღეს 3 დღე იქნება მარატონი და შემოგვიერთეთ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და ნახეთ. так, ეს ამ პოზიციამ დამაფიქრებინა, ხო? ხო, ნახეთ და შემოგვიერთეთ, იმიტომ რომ მე მოგიყვები ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას, თქვენზეც გაიგეთ, თქვენ პარტნიორზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, ყველაფერზე რა. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ. და მესამე დღეს ურთიერთობას მივაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას და ვინც მესამე დღემდე იქნება, სამივე დღე დაესწრება, იმათთვის არაჩვეულებრივი საჩუქრები ელოდებათ. მე მინდა რომ თქვენ განვითარდებთ და აქეთ კიდე საჩუქრებით გიზიდავთ, ხო ხედავთ რა დღეში ვარ. რომ აღარ ვიცი, უკვე რითი დაგეხმაროთ, რომ იქნება საჩუქარზე მაინც წამოეგოთ და წამოხვალთ, რომ ისე თქვენზე მოგიყვეთ და თქვენის ცხოვრება გავამსუბუქო და გავაუმჯობესო. რა ვქნა, ყველას თავისი მისია აქვს, ჩემო სიხარულებო. მე ასეთი რა ქვია, მისიით ვცდილობ თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. ვისაც გინდათ, კიდე შეგიძლიათ შემოგვიერთეთ, მოგწერეთ ჩემს ახმარ ჯგუფში დაბლა არის ლინკი და მოდით, მოასწრებთ კიდე. შეხედეთ რა ხდება, ესე იგი თქვენ პრინციპში აქ ისე კარგი პოზიცია, ნახეთ რა კარგი პოზიცია, ასრულებთ თქვენ აქ ბრძოლას, რაიმე რა კაია. ესე იგი დარწმუნებული ვარ, ვინც ეხლა მოვა ჩემთან ემაზე მარატონზე, ჩემ სივრცეში ხართ, ჩემები ხართ, გეუბნებით, რომ ჩემთან ისე მე გვადი რომ სტუმრად აბა რა ვქნა. ხო? თქვენი ვкусняшკებით რა, 30 ლარი ღირს სულაც რა, ვინმესთან რო წახვალთ, მეც არ დახარჯავთ ნამდვილად, ახლა შეიძლება ზოგი მეც ხარჯავთ, თქვა დამცხარი რო იყიდეთ, ხო, ან ხილი. აი ისი მეც ვკათი რომ 30 ლარად რა, რომ რაღაცა გქონდეს ჩვენ ენერგიის მიმოწვე. აქ თქვენ რაღაცას გაიგებთ, ძალიან მნიშვნელოვანს და იმის მერე თქვენ უკვე თავს დაანებებთ ამ კაცს და ვინც აღარ შეუჭამთ. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი ერთი თვის განმავლობაში ჩვენ უყურებთ, ხო, ენერგიას აკაც. ანუ იცოდეთ რომ აუცილებლად თქვენ აქ რაღაცას გაიგეთ. ან ვიღაცისგან გაიგეთ, ალბათ ჩემგან, ხო, ვინც მოხვალ ჩემთან. იცოდეთ რა. ბიჭებო,
თუ თქვენ უყურებთ ახლა იცოდეთ რომ ეს თქვენი ქალი всё შეიცვლება ნამდვილად მორჩა მაგისი ბრძოლები აღარ დაგიდეთ რომ თქვენზე რაღაცა ინფორმაციას გაიგებს ანუ როგორ რანაირად რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ჩემ კაც ტვინი კი არ შეუჭამო მოვიქცე ისე რომ ჩვენ ვიყოთ ძალიან კარგად და ძალიან ჰარმონიულად და ძალიან ბედნიერად იმიტომ რომ აქ ნამდვილად ბრძოლა ну რაღაცას მიხვდებით გაიგეთ იმიტომ რომ ხმალების დედოფალი არის პერსონაჟი მე ვფიქრობ ხო ანუ მე ვაცნობიერებ მე მაინტერესებს მე გავიგე რომ აღარ არის საჭირო ბრძოლა იმიტომ რომ კაცს უნდა სხვანაირად მიუდგეს აქ ეს უნდა ვისწავლო მინდა ვისწავლო რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ არ მქონდეს ჩემს კაცთან ყოველთვის ბრძოლა და როგორ უნდა შევხედო მაგას სხვა თვალით ну ამაზე ახლა უფრო მეტად ვილაპარაკებ რა თქმა უნდა მე ახლა ჩემს პროგრამებზე და მარათონზე და ტრენინგზე ახლა აქ უბრალოდ გეუბნებით დიდი არის აქ შესაძლებლობა თქვენი რომ გაიგოთ ბოლოს და ბოლოს თქვენს მამაკაცის მამაკაც თქვენს ურთიერთობებზე საერთოდ ხო და დააპასოთ თქვენს მამაკაცზე რომელიც თქვენს დაგაფასე გასწავლეთ ну კარგი ბევრ რაღაცას მოგიყვებით ამ თემებს რა ამიტომ ჩემო სიხარულებო აქ მე მომწონს თქვენი პოზიცია და აი კიდევაც გეუბნებით აქ რაღაცა გადაწყდება ისეთი გინდათ აი ყველა სფეროში რაღაცა გადაწყდება ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ურთიერთობაზე ძალიან აი მაგარი ინფორმაცია მოგივა რომელიც მოგცემ თქვენ ინსაიტს ძალიან მაგარი ინსაიტებს მიიღებთ გაიგეთ იმაზე რომ თქვა აი როგორ უნდა მოვიქცე აი ნახეთ აქ არის ხმალების რაინდი ეს ჩემოსწავლების საყურადღებოდ აქ არის 4-იანი ხედავთ თქვენ ხმალების ანუ რაინდი მუშაობს აქ იცით თქვენ როგორ ხო აი ასე ჩემოლამაზებო და ამიტომ თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი სირთულეები დასრულდეს და თქვენ იყოთ ბედნიერი უნდა აუცილებლად აი კიდე ტუზე მესამე ხო ისწავლო თქვენ ის აი თუნდაც სიყვარულის სწავლა უნდა როგორ უნდა მქონდეს კარგი ურთიერთობა როგორ უნდა მქონდეს კარგი დამოკიდებულება ანუ აქ თქვენ აუცილებლად აი გარანტიას გაძლევთ რომ ვიღაცა ნამდვილად ამ თვის განმავლობაში ჩვენ ხო აპრილის ვუყურებთ მიიღებთ ისეთ ცოდნას რომელიც თქვენ მოგიტანს იმ საშუალებას რომ თქვენ გაიგოთ პირველ რიგში როგორ უნდა სხვადასხვა მე ტრენინგს რომ ამზადებ იქ იქნება ძალიან მაგარი თემა რაზე გეტყვით იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ზოგჯერ ყავს თქვა ახლა პარტნიორი რომელიც უკვე ნამდვილად აღარაფერი როლს აღარ თამაშობს წავიდა ეს ადამიანი ხო მაგრამ იმის გამო რომ თქვა იმ ადამიანთან მქონდეთ არაჯანსაღი ურთიერთობები სიტყვაზე ძალიან ესეთი მე ჩვენ გვაქვს შიში რომ აი აქ რო ვთქვი რა მეშინია მე რომ აღარ მექნება ურთიერთობა მეშინია რომ მე ვეღარ შევქონი ნორმალურ ოჯახს მეშინია გაიგეთ რატო იმიტომ რომ ეს შიში მოდის საიდან თქვათ იმ ურთიერთობიდან რომელიც თქვათ გქონდათ მაგამდე და თქვენ ვერ მოერიეთ იქაური სიტუაცია თქვათ არ იცოდეთ რომ რაღაც გაკვეთილებს გავდევარ იმას გავდევარ ამას გავდევარ მე რა ვიცოდი თქვათ ხო და ანუ არ მოხდა ისეთი თქვათ კარგი განვითარება და ეხლა მაგის გამო მე მეშინია ხო რომ თქვათ ახალი ურთიერთობა დავიწყო აი ზუსტად მე თქვენ ინსაიტებს მიიღებ ისეთ იმ რაღაცებს გასწავლეთ რაც თქვენ ძალიან ეკოლოგიურად დაგეხმარებათ იმაში რომ თქვენ ამ ძველ პარტნიორს და უკვე აღარ იფიქროთ და ემშვიდობებ დიდი პატივისცემით და უკვე მოგეცემათ საშუალება რომ თქვენ ახალი ურთიერთობებით შექმნათ გაიგეთ და ან დაუშვათ თუ თქვენ რომელიც ყავთ პარტნიორი გინდათ ურთიერთობა კიდე გააგრძელოთ და გინდათ რომ იმ ადამიანთან გქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობა ამის საშუალებაც მოგეცემოთ იმიტომ რომ ჩვენ ეგ ვილაპარაკებთ ბევრ რაღაცებზე გასწავლეთ მე თქვენ რომ მე თვითონ მაგ უდიდესი პრაქტიკა ჯერ პირველ რიგში მე თვითონაც ახლა პრაქტიკოსი ვარ საერთოდ ვიცი და რა თქმა უნდა როცა შენ თვითონ გაევლი ძალიან რთულ-კარგულ ურთიერთობას ну ჩემ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ წაკითხული ბევრი უამრავი კონსულტაციები და უამრავი ადამიანი ვისაც დავეხმარა და აი ეხლა დაიბადა ზუსტად ეს სურვილი რომ შეუქმნა რამე მნიშვნელოვანი რაც დაეხმარება რაც გამოიყვანს სხვა ადამიანებს ამ რთული პერიოდიდან ისე საშუალება რომ მაგათ
დაიწყონ ან თავის ურთიერთობაში, რომელიც არის ჯანსაღი, თქვათ, გაგრძელება ურთიერთობის, ან საერთოდ გამოვიდნენ, დაივიწყონ ეს ძველი ურთიერთობა, რომელიც ხელს უშლის და დაიწყონ ახალი სასიამოვნო ურთიერთობა, რომელიც მოუტანს ბედნიერებას და ეს არ არის ზღაპარი, ეს არის რეალობა. იმიტომ რომ მე ყოველთვის გეუბნებით, ჩემთვის ყველაზე წარმატებული кейსი ვარ მე თვითონ, იმიტომ რომ მე ჯერ ჩემ თავზე ვმუშაობ და მხოლოდ მერე უკვე ვთავაზობ სხვებს და ამიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ვინმეს რამე თქვათ, ვასწავლო, ან თუნდაც ცოდნა გადავცეთ. მე ცოდნას მოგცემ და თქვენ ახლა თუ გამოიყენებთ კი. всё, ჩემო სიხარულებო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ინსაიტები, ძალიან ბევრი წინსვლა, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტები არის ამ თვეში და მე რა თქმა უნდა თქვენ როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას, ყველაფერს კარგს და გელოდებით სად კომენტარებში, რა თქმა უნდა, თქვენს გულებს ველოდები, ლაიკებში, რა თქმა უნდა, მადლობა სამყაროს, რომ ჩვენ ამდენი ინფორმაცია მოგვაწოდა, ხო? და რა თქმა უნდა, მარადონზე. всё, მიყვარხართ.